თბილისობა გრძელდება დედაქალაქის ზეიმზე დღეს ტრადიციულად გრანდიოზულ საწნახელში რამდენიმე ტონა ყურძე დაიწურება. დღის განმავლობაში დედაქალაქის ზეიმი კიდევ რამდენიმე ღონისძიებით აღინიშნება თბილისის მერიას დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტის პრეზენტაციაც აქვს დაგეგმილი. მეიდანში სპეციალურად ამ ღონისძიებისათვის დადგმულ საწნახელთან იმყოფება ჩემი კორესპონდენტი ანუკა ელიზბარაშვილი. ანუკა, გისმენთ? ირაკლი, სულ რამდენიმე წუთის წინ დაიწყო ღვინის დაწურვის ცერემონიალი, რომელშიც მონაწილეობას გამგეობისა და საკრებულოს წევრებთან ერთად თბილისის მერიც იღებს მონაწილეობას. მანამდე კი გიგი უგულავამ რიყის ქვეშ მანქანების ავტოსადგომის გახსნას დაესწრო, რომელსაც შეგახსენებთ, რომ 2 დღის განმავლობაში მომხმარებელს მანქანის გაჩერება უფასოდ შეეძლება. მოლოდის გადააჭარბა გადასაჭიროებისა ამ ქალაქის ამ ნაწილში ძალიან მნიშვნელოვან საჭიროებას წარმოადგენდა. მინდა ვაუწყო თბილისობაზე მოსულ სტუმრებს, ახლა ეპიცენტრი თბილისშია, თბილისობის დღეებში იქნება უფასო და უკვე დღეიდან შევიდა ექსპლუატაციაში და ახალი სერვისის დაემატება, ეგრეთ წოდებული ვალეტ პარკინგი, ანუ მეიდნის მიმართულებით მანქანებს შეუძლიათ იქვე დაუტოვონ მანქანა, რომელიც აქეთ წამოიყვანს მანქანას. ესეც ახალი სერვისია და მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ძველ თბილისში ერთის მხრივ ჩვენ შევძლოთ გავლა, მეორეს მხრივ შევძლოთ კომფორტულად მოსვლა და მესამე რაც მთავარია მანქანებმა, ესე ვთქვათ, ხელი არ შეგვიშალოს შეხით მოსიარულეებს. აი ამ კრიტერიუმიდან გამომდინარე, ჩემის აზრით, ძველი თბილისის ცხოვრებისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ეს და რაც მთავარია ზემოდან მთლიანად იქნება მწვანე მოლი. მე როგორც შეგახსენეთ, ღვინის დაწურვის ცერემონიალი ამ წუთებში დაიწყო და როგორც კადრში ჩემს უკან ხედავთ, უკვე თბილისის მერთან ერთად გამგეობისა და საკრებულოს წევრები ღვინის დაწურვის ცერემონიალში იღებენ მონაწილეობას. სპეციალურად მოწყობილ საწნახელში 7 ტონა ყურძენი დაიწურება. დღეს მთელი დღის განმავლობაში ამ ღონისძიებასთან ერთად კიდე 30-მდე ღონისძიება გაიმართება. მათ შორის იქნება ხილის ფესტივალი, კონცერტები, გაიმართება გამოფენები, ავტოშოუ. დღევანდელი თბილისობის პროგრამა კი ოთარ რამიშვილის 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტით დაიმკვიდრება. თბილისის მერის ეგეთი დაგეგმილია მეორე ღონისძიება ყველა ასაკის თბილისელისთვის, როგორც ბავშვებისთვის, ასევე უფროსი ასაკის თანამოქალაქეებისთვისაც. აქ აბანათუბანში გაიმართება ტრადიციულად ყურძნის დაწურვა, რომელშიც თბილისის მთავრობა მიიღებს სრული შემადგენლობით მონაწილეობას დედაქალაქელებთან ერთად. ყოველთვის დავდება თბილისის ფაზე, ეს არის გრანდიოზული შემოდგომის დღესასწაული, სადაც რაიონებიდან ჩამოდიან ქალაქის მერია აგერ ხალხს თბილისელებისთვის ძალიან დიდ დღესასწაულს აწყობს და მე მგონი ყველა თბილისელი ბედნიერი უნდა იყოს, იმიტომ რომ ღიმილის გარდა არაფერს არ ვხედავ ეხლა აქ. ეს ერთადერთი კარგი დღესასწაულია დაგვჭა მე მგონი. წელს რიგით 34 თბილისობა აღინიშნება. ნებისმიერ სურვილს შეუძლია ამ ღონისძიებებზე დასწრება, მაშინ მონაწილეობის მიღება. მე შეგახსენებთ, რომ თბილისობის დღესასწაული 2 დღის განმავლობაში გაიმართება და ის ხვალ დაიხურება. დიდი მადლობა დიდ საწნახელთან დღეს ანუკა ელიზბარაშვილი მუშაობდა. თბილისობის დღესასწაულთან